მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს მარხზე. დღეს გვაქვს გაშლა, რომელიც ეხება სასიყვარულო სფეროს და ამ გაშლას ქვია შენი სიყვარული როგორც წიგნი, ხო? ან შენი სასიყვარულო სფერო როგორც წიგნი. ერთი სიტყვით ისტორია გვაქვს ამ ამბებზე, თუ რა ეტაპი დაასრულე, რა თავი შენს სასიყვარულო წიგნში შენ დახურე, რა სასიყვარულო თავზე იმყოფები ახლა და რა სასიყვარულო თავზე გადახვალ და იქ შიგადაშიგ თუ დამებადება რაღაც კითხვები კიდევ დავსვან, ხო? აი, ეს გაშლა იქნება დღეს, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, გეწყვნებათ თქვენ ეს დღევანდელი საჯარო გაშლა. ესე იგი, გავაკეთებთ როგორც სამ პოზიციას. ხო. ავდოთ მე ახლა სამ პოზიციას. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ეს გაშლა არის ზოგადი და საჯარო. ბუნებრივია რაღაც ინფორმაცია შეგიძლიათ აქედან ამოიღოთ, დაიჭიროთ, ასე რომ ვთქვათ და დაიხმაროთ, რაც დღეს გაჟღერდება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის ზოგადი და მაინც საჯარო ინფორმაცია, უფრო დეტალიზირებული ზუსტი ინფორმაციისთვის, უკეთესია, რა თქმა უნდა, პირადი გაშლის გაკეთება, ასე რომ გელოდებით ინდივიდუალურ ტაროს სესიებზე. კარგი, დავიწყოთ. ახლა მე დავდებ სამ პოზიციას. პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა, მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა, თუ რა ხდება თქვენ სასიყვარულო სფეროში ამის სიგნიფიკაცია და მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია, მისი სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა, ხო? ესე იგი, იქნება ეს სამი პოზიცია, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, ძალიან დიდხანს არ იფიქროთ, იმიტომ რომ მე ჩაირთვება თქვენი გონება და უფრო ანალიტიკურ არჩევანს შემოგთავაზებთ, ამიტომ რისკენაც მიგიწვით გული, ის კარტი აერჩიეთ. ასევე შეგიძლიათ სამივე პოზიციასაც მოусმინოთ, იქნებ სამივედან რაღაც ინფორმაციები ამოკრიბოთ თქვენთვის, ხო? კარგი, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება დააპაუზოს, ვისაც არა დავიწყოთ. პირველი პოზიციით, ხო? ეს სიგნიფიკაციები საჭიროა იმისთვის, რომ მიხვდეთ, აი თქვენი პოზიციაა ეს თუ არა, ხო? თუ გრძნობთ, რომ რაღაც ეს ინფორმაცია, ეს სიგნიფიკაცია არ მოდის თქვენთან რეზონირებაში, ხო, რაღაც ვერ ჩაჯექით, ხო, ესე იგი ეს არ არის თქვენი პოზიცია, შეგიძლიათ სხვა პოზიციას მოусმინოთ, ან საერთოდ სხვა გაშლას, ხო? იმიტომ რომ საჯარო გაშლა ვიღაცისთვის შესაძლოა არ იყოს, აი როგორ თქვა, ვერ ჩაჯდეს გაშლაში ვიღაცა, ხო? კარგი, პირველი პოზიციის სასიყვარულო სიგნიფიკაცია ახლა, რა ხდება მის სასიყვარულო სფეროში ახლა? 10-იანი სიმძიმე. აქ რაღაცებს, ასე რომ ვთქვათ, უმკლავდება პირველი პოზიცია მის სასიყვარულო სფეროში. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცებმა დაასრულეს რაღაც ეტაპი, გამოდიან რაღაც ურთიერთობებიდან, ან ცდილობენ, რომ გაუმკლავდნენ აი ამ ბევრ მრავალფეროვან ემოციებს მის სასიყვარულო სფეროში. ასე რომ ვთქვათ, რაღაც სიმძიმეს გრძნობს აქ პირველი პოზიცია მის სასიყვარულო სფეროში, რაც აი გრძნობს, რომ უნდა დადოს ეს სიმძიმე, უნდა განთავისუფლდეს ამ სიმძიმისგან, ხო? მაგრამ გარკვეული მიზეზები არის, რაც თითქოს ხელს უშლის, ხო? შესაძლოა თქვენში იყოს ეს თქვენ თვითონაც, ბუნებრივია ხშირად ჩვენ თვითონ ვიგუშლით საკუთარ თავს ხელს, მაგრამ აქ არ არის, აი სილაღე არ არის, ხო? ასევე შესაძლოა ესეთი ინტერპრეტაციაც იყოს აქ, რომ ვიღაცამ ესა რაღაცა დაასრულა, რაღაცა ასე რომ ვთქვათ, ამოისუნთქა მის სასიყვარულო სფეროში რაღაც სიმძიმისგან. მაგრამ რა თქმა უნდა, 10-იანი კვერთხები ეს არ არის ლაითი კარტი, ასე რომ ვთქვათ, ხო? აქ არის სიმძიმე, რასაც ჩვენს მხრებით ვათრევთ, ხო? ორიგინალურ ვერსიაში ასე გამოიყურება. ხოლო აქ ჩვენ ვხედავთ ასე ხელსახვას, რომელიც აი მზადაა რომ ავიღოთ და აი ახლა გამოვიყენოთ, რომ რაღაც ეს ემოციები რაც დაგვიგროვდა, იმისგან განთავისუფლდეთ, ხო? ასე რომ აი ასეთი სიგნიფიკაცია არის ახლა პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროში, რომ აი არის რაღაც სიმძიმე, არის დათრგუნულობა, არის მომენტში გამოფიტულობაც, რომ აი დავიღალე ამდენი რაღაცით, ხო შეიძლება რომ დასრულდეს, დავისვენო, გავთავისუფლო. ამ ემოციებიდან და ამ ყველაფრებიდან. აი, თითქოს და პირველი პოზიცია ყველაფერს თვითონ უმკლავდება მის სასიყვარულო სფეროში. ხართ ურთიერთობაში თუ არა, ეს არის აი ესეთი მძიმეა ეს სიტუაცია, ხო, ეს ენერგეტიკა რაც ტრიალებს თქვენ სასიყვარულო სფეროში. ახლა, რომ თუ რეზონირდება, ვაგრძელებთ, უსმენთ. თუ არა, სხვა პოზიციაზე გადადით. თუ იქაც არა, მაშინ უბრალოდ ეს გაშლა თქვენთვის არ არის. კარგი. ნახოთ ახლა ჩვენ რა სასიყვარულო თავი, რა სასიყვარულო ეტაპი, რა სასიყვარულო თავი, ამ სიყვარულის თავის სიყვარულის წიგნში
უკვე დახურა პირველ პოზიციაზე. ხო, რა სასიყვარულო თავი დახურა, რა სასიყვარულო თავზე იმყოფება ახლა, ასე ვთქვათ, რა ეტაპზე იმყოფება და რა სასიყვარულო ეტაპზე გადავა უახლოეს მომავალში. რა სასიყვარულო თავი დახურა. აქ რაღაც წარმატებით დახურეთ, ან ვიღაც წარმატებით დახურეთ. დახურა აქ რა? აბა უფრო ცლად გვაჩვენეთ რა დახურა. აქ სადაც იყო დედოფალი თუ სადაც არის. სადაც იყო აქ დახურა რაღაც ისეთი ურთიერთობა ვიღაც პიროვნებასთან, პირველმა პოზიციამ, ხო? დახურა საკმაო ისეთი ურთიერთობა პირველ პოზიციამ ვიღაცასთან, რაც შესაძლოა არ იყო ხო, არ გაძლევდათ იმას, რასაც რეალურად ეძებდით. ან შესაძლოა ისეთი სახის ურთიერთობა, სადაც თქვენ გაუფასურებდნენ, ან არ გრძნობდით ამ ურთიერთობაში თავს, რომ აი მე მავსებს ეს ურთიერთობა, არ გრძნობდით ბედნიერად თავს იმ ურთიერთობაში, ხო? ან შესაძლოა მაინც გრძნობდით ბედნიერად, მაგრამ ამავე დროს ეს იყო მძიმე, ბევრ რაღაცას უმკლავდებოდით და ეს ურთიერთობა არ იყო, ასე რომ ვთქვათ, არ იყო პერსპექტიული და არ ქონდა ამ ურთიერთობას პერსპექტივა, ხო? აი რაღაც ასეთი სახის ურთიერთობა დახურა აქ პირველმა პოზიციამ, ხო? ეს უკვე გაიარეთ და სხვათა შორის წარმატებულათაც დახურეთ. გამოხვედით გამარჯვებულები ამ ურთიერთობიდან. კარგი, ახლა ხართ რაღაც ახალი ემოციების ეტაპზე, სიახლის ეტაპზე. ახლა ხართ იმ ეტაპზე, რომ რაღაც ახალს გაიხსნით, ან რაღაც ახალი მოხდეს, შემოვიდეს თქვენ სასიყვარულო სფეროში. ვინც ურთიერთობაში ხართ, ან ესაა დაიწყეთ ურთიერთობა, ხო? აი ეტაპი, როდესაც რაღაც ახალი ემოციები მოდის, ახალი გრძნობები, ხო? რაღაც ახალი სასიხარულო ხდება. ვიღაცასთან შესაძლოა ეს ბავშვის იყოს, ხო? არ გამოვრიცხოთ ესეც, ვიღაცისთვის შესაძლოა ესეც აქტუალური იყოს. კარგი, რა ეტაპია ეს? რა ეტაპზე არის ახლა? რა სასიყვარულო თავი არის ახლა პირველი პოზიციის ცხოვრებაში? ძველი შეცდომებიდან გამოსვლა, ძველი ისტორიების საბოლოო დახურვა და საერთოდ ახალი ემოციები, ხო? შეგვიძლია ვთქვათ, თავის წამრთველი ახალი ემოციები, რომლებიც აი მთლიანად მოგიცავთ, მთლიანად ჩაგყლაპავთ ეს ახალი ემოციები და აი სასიამოვნო იქნება. და ეს, რა თქმა უნდა, არის ასე რომ ვთქვათ, მიბმული იმ პროცესთან, რომ ძველი ისტორიებიდან გამოვიდეთ, ხო? ახლა ხდება ის, რომ ძველი ისტორიებიდან, ან ურთიერთობაში თუ იყო რაღაც ძველი ისტორიები, ან ზოგადად თქვენ სასიყვარულო სფეროში, ამ ყველაფრის უკან ჩამოტოლება და საერთოდახლისთვის გულის გახსნა. ახალი, ესე იგი, აქ უფრო მეტად რაღაც სიახლე, ხო? სიახლე, ახალი ენერგიები. თქვენ სასიყვარულო სფეროში ახლა არის ის ეტაპი, რომ შემოდის ახალი. ან უკვე არსებულ ადამიანთან, ან საერთოდ ახალ ადამიანთან, ხო? ან ზოგადად ბევრი ახალი შესაძლებლობები ურთიერთობისთვის, ხო? ვისთვის რაცაა აქტუალური აქ. ძალიან ესეთი პერსპექტიული ეტაპი არის ახლა. რა უნდა გაითვალისწინოს აი ამ ეტაპთან დაკავშირებით პირველმა პოზიციამ, რომ ისე წარიმართოს, როგორც მას სურს. რა უნდა გაითვალისწინოს? უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ დააფასეთ საკუთარი თავი, საკუთარი ემოციები. რა თქმა უნდა, იფიქრეთ საკუთარ თავზე, მაგრამ ამავდროულად გაეხსენით, დაახურავთ თქვენს გულს ძველი ტკივილების გამო, იქნებით ცივები და მიუწვდომლები, ხო? თუ გვინდა სიყვარული და ვეძებთ რაღაც ურთიერთობას, ან კონკრეტულ ადამიანისგან, ან ზოგადად ჩვენ სასიყვარულო სფეროში, გაეხსენით, ხო? რა თქმა უნდა, მე აქ არ ვამბობ, რომ ყველას გაეხსენით და ყველას ენდით, არა, მაგრამ მიეცით თავს შესაძლებლობა, რომ თქვენს იგრძნოთ ემოციები რომანტიულ კუთხით და თქვენს გაცეთ, გააზიარეთ ეს ემოციები, ხო? თუ იქნება კონკრეტული ადამიანი, ვინც გესიმპათიურება და მიეცით თავს უფლება, რომ ან ეფლირტაოთ, ან გაეხსნათ ეს ემოციურად, ან რაღაც რომანტიული ჟესტი გააკეთოთ, ხო? რა თქმა უნდა, თუ ეს ორმხრივია, ბუნებრივია. მაგრამ აი იქნებით რაღაც ყინულოვანი მიუწვდომელი დედოფალებით, ხო? ეს არის აქ რეკომენდაცია, ასე რომ ვთქვათ, იმისი, რომ ეს ეტაპი რაც ახლა არის პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროში, რა თავიც გაქვთ თქვენს სასიყვარულო წიგნში, რომ მაქსიმალურად დადებითად გამოიყენოთ თქვენთვის, ხო? ეს არის აქ. და ამ ეტაპში არის პერსპექტივა იმისი, რომ რაღაც ისეთი სტაბილური, კი,
არის პერსპექტივა იმისი, რომ თქვენ გახდეთ ვიღაცის თასების დედოფალი და თქვენ შეხვდეთ ისეთ რომანტიულ ურთიერთობაში, ხო, ვინც არ არის ჯერ შესული და ვინც არის განვითარება ამ ურთიერთობის. ასე რომ აქ მართლა სასიხარულო ეტაპია, ნამდვილად, რომანტიული ასევე, მთავარია თქვენს გაეხსენით ამ რომანტიულობას. კარგი, რა ეტაპზე გადავა? ოხ, აქ დაოჯახება მომდის ასრად. აქ შესაძლოა, თუ ამ ეტაპზე ბუნებრივია ყველაფერი ისე სტაბილურად და ისე როგორც თქვენ გინდათ ორივეს თქვენსა და მეორე ადამიანს წარიმართება, მაშინ რა თქმა უნდა აქ გამოვრიცხოთ ის, რომ აქ შესაძლოა იყოს სტაბილურ ურთიერთობაში შესვლა, აი ძალიან ისეთ სტაბილურ კლასიკურ ფორმატში, ან კიდევ საერთოდ ოფიციალურ ფორმატის ურთიერთობა, ხო, წყვილობა, ან ოჯახი, ანუ რაღაცა ასეთი თემები, ასე რომ ვთქვათ. კარგი, უფრო ვრცლად რა ეტაპი იქნება ეს სავარაუდოდ. გაგებული, გარკვეული, სტაბილური გარკვეული, თუ პირიქით. თუ ანუ ნახეთ, აქ რა თქმა უნდა, რაც გავაჟღერე პრინციპში, ხო? თუ ახლა ამ ეტაპზე იქნება ისეთი პარტნიორი, ვისთანაც რაღაც განვითარდება, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, არ იმის დიდი ალბათობა, რომ შემდეგი ეტაპი უკვე იყოს ისეთი, სადაც არის სტაბილურობა, გარკვეულობა და ისეთი ფორმატი სტაბილური ურთიერთობის. რომც არ იყოს ამ ეტაპზე, აქ იქნება მაინც ვიღაცა, ვისთანაც ეს პერსპექტივა, რომ რაღაც სტაბილურ ურთიერთობაში შეხვიდეთ, იყოს, ხო, არის ეს. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, ესეთი პატარა, მაგრამ ძალიან ნაზი ასპექტი მნიშვნელოვანი, რომ თქვენ იყოთ გარკვეული თქვენს მოთხოვნებში. რომ იცოდეთ, რას ეძებთ და არ შეხვიდეთ გაურკვევლობაში, ხო? რომ არ ჩაგითრიოთ რაღაც გაურკვევლობამ, სადაც შემდეგ ამოყოფთ თავს გაურკვეველ არასტაბილურ ფორმატში. თავს. ამიტომ აქ თუ გინდათ, აი ასეთი სახის ურთიერთობა, ასეთი ტიპის ურთიერთობა თუ ეძებთ იმას, რომ იყოს გარკვეული სტაბილური ურთიერთობა, თავდაპირველად თავიდანვე გაარკვიეთ იმ ადამიანთან, ხო? ნუ რა თქმა უნდა, არ გულისხმობ ხა ახალი გაცნობილი ყავს ერთმანეთ და ეგრევე რაღაცა მომიყვანეთ ცოლად და რაღაცები, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ის რომ აი მე ვეძებ ამას, შენ რას ეძებ? ხო? რომ რაღაც ადამიანთან თანხვედრა იყოს, თუ რას ეძებს ის სიყვარულის სფეროში და რას ვეძებთ ჩვენ და რომ რაღაც ეს ორი ერთმანეთს შეესაბამებოდეს, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ რაღაც გაურკვევლობა არ მოხდეს. ამას მიაქციეთ ას ყურადღება, დიდი ყურადღება თან. კარგი. ნუ პრინციპში ჩემთვის ყველაფერი აქ სავსებით გასაგებია, მე კითხვა ესეთი არ მაქვს. თქვენ თუ გაქვთ გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე, ხოლო აქ უკვე დავასრულავ ამბავს. აქ ვიკითხა უბრალოდ რჩევას, პირველ პოზიციას, მის სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით. გაიზარდეთ, აი ის ტკივილი, რაც განიცადეთ თქვენ სასიყვარულო სფეროში, ეს ტკივილი, ეს ისტორიები გამოიყენეთ ზრდისთვის, გამოიყენეთ იმისთვის, რომ ჩადოთ, აი სუბლიმირება გავუკეთოთ ამ მწარე გამოცდილებას, ამ მძიმე გამოცდილებას და ჩადოთ ეს ყველაფერი რაღაც ისეთში, რაც განგავითარებთ, მოგცემთ რაღაც ისეთ დადებით შედეგს ცხოვრებაში. ხო, იქნება ეს კარიერა, იქნება ის, რომ არა მე არ დავნებდები და ნამდვილი სიყვარული არსებობს და უფრო რაღაც ასე მიუდგებით, ხო? აი გაჩნევ ვინ როგორ მიუდგება, ბუნებრივია, მაგრამ აქ სასურველია, რომ განვლილი მწარე გზა გამოვიყენოთ დადებითად, კი არ გავბოროტდეთ და გავცივდეთ და ჩავკეტოთ ატკლიტულზე გული, არამედ პირიქით ვისწავლოთ, განვითარდეთ და წინ წავიდეთ. როგორც სასიყვარულო სფეროში, ისე პიროვნულადაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქ. ეს აქ გავაჟღერე მანამდეც და ისევ დაგვაბრუნეს აქ რჩევასთან დაკავშირებით, რომ ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ და ხო, მიმართეთ შესაბამის ნაბიჯებს. წარმატებას ვუსურვებ აქ პირველ პოზიციას, დალაიქეთ ეს გაშლა თუ მოგეწონათ, დატოვეთ კომენტარი და ვისაც არ გამოიწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, საინტერესო რაღაცები არის აქ. ხო, ამაზე დავასრულოთ ეს ამბავი და გადავიდეთ შემდეგ მეორე პოზიციასთან. ოღონდ ეს დასტა ახლა უნდა მოვამზადოთ ჩვენ.
მივესალმები მეორე პოზიციას. მოусმინეთ თქვენი საზღვაო სფეროს სიგნიფიკაციას ახლა ამ ეტაპზე თუ რა ხდება თქვენ საზღვაო სფეროში, რა ენერგიებია, თუ ეს ყველაფერს ახლა მე ავხსნე, როდესაც ვნახავ კარს. გრძნობთ რომ ნუ ახლოს მოდის თქვენთან და რაღაც რეზონირდება, მაშინ ეს თქვენი პოზიცია, ხო? თუ არა, აირჩიეთ სხვა პოზიცია და თუ იქაც არა, ესე იგი ეს უბრალოდ არ არის თქვენი გაშლა და შეგიძლიათ სხვა გაშლას უყუროთ. რადგანაც საჯარო გაშლებია და ნუ მოსულა ხოლმე ასეთ რაღაცები. კარგი, მეორე პოზიციის საზღვაო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა. თასების დედოფალი. საინტერესოა. კარგი. ხა გადავწყვიტე მე ეს დასტახვარ გამოვიყენო ამბებში მეორე პოზიციას. ხო, კარგი. თასების დედოფალი. აქ ეს თასების დედოფალი ჩვენ პლუსში გვაქვს, მინუსში. შეიძლება მინუსიც იყოს, მაგრამ პლუსშია უფრო მეტად. ესე იგი დადებითადაა. ხო? აქ თასების დედოფალი, აბა უფრო მეტად აღმიწერეთ. აქ თასების დედოფლად გრძნობს თავს მეორე პოზიცია. ანუ აქ არის მეორე პოზიციის საზღვაო სფეროში არის ემოციები. არის ვიღაცა, ვის მიმართაც აქ გაქვთ ემოციები, ხო? არის ესეთი პიროვნება, ვინამაც თქვენში გააღვევა ეს რომანტიულობა, გააღვიძა თქვენი ესეთი ფემინური ენერგიები, ასე რომ ვთქვათ, ხო? გაგრძნობინათ თავი ქალად. არის აქ კომუნიკაცია, რომანტიკა, ეს ყველაფერი არის. ესე იგი ეს ყველაფერი არის ახლა. არის კი არა, აი ახლა არის პიკიო. ამისკენ თუ ახლა არ არის, ვითარდება, ხო? ვითარდება ეს ამბავი და უოჭველი ასეც არის, მაგრამ ნუ არის უმეტესობისთვის ეს ენერგიები უკვე არის თქვენს საზღვაო სფეროში, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია. კარგი. ნახოთ, რა სასიყვარულო თავი დახურა პირველმა მეთქი მეორე პოზიციამ. რა სასიყვარულო თავზე იმყოფება ახლა მეორე პოზიცია და რა სასიყვარულო თავზე გადავა ახლო მომავალში მისი სასიყვარულო ცხოვრება, ასე ვთქვათ. რა თავი სამყარო. სამყარო. ოკეი. ეს თავის დახურვა. ეს თავი იყო რასება? მოლოდინებზე, ლტოლვაზე, ემოციებზე, კონკრეტულ პიროვნებაზე, ვის მიმართაც გქონდათ არ ჩანს, ვერ გამოვაჩინე. თიწუთით, ასე რამენაირად, აქ და აქ, ხო, ასე ჩანს. ეს იყო კონკრეტულ ადამიანის მიმართ ემოციებზე, ლტოლვებზე, ოცნებებზე, ბევრი რაღაც იყო, მაგრამ სამყარო აქ რას გულისხმობთ, რომ საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი საზღვრების დაცვა თუ არა, ხო, აქ იყო ეტაპი, სადაც საკუთარი საზღვრების დაცვა და საკუთარი თავის სიყვარული ზუსტადაც რომ ამას ადგილი არ ჰქონდა. აქ იყო ისეთი ურთიერთობა, ან ურთიერთობები შეიძლება ზოგადადაც იყოს, ხო? რაც იყო აი დისბალანსში მოჰქონდა, დისბალანსი მოჰქონდა თქვენთვის. ტოტალური დისბალანსი, იქ თქვენი საზღვრებიც იყო შევიწროვებული, არ იყო დაცული თქვენი ინტერესები, არც სტატუსი შესაძლო არ ყოფილიყო ის, რაც თქვენ გინდოდათ და არც თვითონ ურთიერთობა, ხო? ასევე long distance relationship-ით შესაძლო ყოფილიყო ესეთი შორის ურთიერთობა, ხო? ესეც შესაძლო ყოფილიყო ამ ფორმატში. ერთი სიტყვით, ძალიან ესეთი აჯაფსანდალური, არა გაურკვეველი ტიპის ურთიერთობები, ან ურთიერთობა, სადაც აი არ იყო მოხაზული, სად ვარ მე და სადაა ის მეორე ადამიანი და საერთოდ რა ხდება ჩვენს შორის, ხო? აქ არ იყო საკუთარი თავის სიყვარული, ნამდვილი საკუთარი თავის მიღება, არ იყო ორიენტირი ჩემს თავზე. შესაძლოა აყენებდით პრიორიტეტად სხვა ადამიანს, მის ინტერესებს და არა საკუთარს, ხო? აი ეს ყველა ამბავი იყო აქ და ეს ამბავი დახურა. ნუ კი, ბევრი იბრძოლეთ, მეტნაკლებად კი, ახლაც კი პროცესში ხართ, რომ აი აქ სრულფასოვნად, ასე რომ ვთქვათ, საბოლოოდ დაამუშავოთ ეს საკითხები, მაგრამ მეტნაკლებად ეს თემა დაიხურა. ანუ ეს თემა საბოლოოდ დახურა, კი, საბოლოოდ დახურეთ ეს თემები, თუმცა აქ ამბები რაც მოხდა, ჯერ კიდევ რაღაცნაირად დაილექა მაინც თქვენში და რაღაცნაირი ის მაინც დატოვა, ხო? მაინც სადღაც რაღაც ჯერ კიდევ არის, თუმცა რეალურად ჯამში მაინც დახურულია, რა თქმა უნდა. რა ეტაპზე არის ახლა?
ახლა გადასარევი ეტაპია, ხინცილ-მინცილის ეტაპი. ასე ვუწოდებდი მე ამ ეტაპს, ხო? გადასარევი ეტაპი, სადაც არის, შვენიერი დროს ტარება, შესაძლოა იყოს სადმე წასვლა, წამოსვლა, გადაადგილებები, ხო? არ ვიცი ხა, თქვენ თვითონაც ხო უყურებთ კარტს და რა ემოციებიც მოგდით, ხო? ძალიან სასიამოვნო, ლაღი, სახალისო, დინამიური, ინტერესიანი, საინტერესო, ვნებიანი, აქტიური, ეფექტური, ხო? ეს ენერგიები არის ახლა სასიყვარულოსფეროში და ეს თავი არის. მაგრამ უფრო კონკრეტულად, რა? რა არის? გაკვეთილები? არა, გაკვეთილები არა. შეცდომებიდან მოსვლა, სიღრმისეული. ემოციები. სიღრმისეული ემოციები. აქ არის სიღრმისეული ემოციების ფაზა. სიღრმისეული ემოციების ფაზა არის აქ ის, რომ უშიშრობა. ხო, უშიშრობა იმისა, რომ დავარღვიო ჩემი სტერეოტიპები ან შეხედულები ჩემს სასიყვარულოსფეროში, რაც მქონდა და აღარ შემეშინდეს. აი ზუსტად ამ რაღაცების გამო რაც გადავიტანე, აღარ შემეშინდეს და ისეთი რაღაცეები გავრისკო და გავბედო, რასაც აქამდე ვერ ვბედავდი. ემოციურად. არ შემეშინდეს ემოციების, გავეხსნა, გავრისკო, რომ მეც რაღაც გავუზიარო ადამიანს, ან ვუთხრა, რომ ან მაგალითად ვუთხრა, რომ მე ვნება მაგ შენს მიმართან რაღაცა, ხო? ან ისეთი რაღაცები გავაკეთო, რაც აქამდე ვერ ვბედავდი მეშინოდან რაღაც, ხო? ცოტა ისეთი ტრანსფორმირებული, ტრანსფორმაციული და გამბედავი სტადია. აი ამას ვიტყოდი მე ეს. კარგი, რა რეკომენდაცია ექნება მე რატო დავკვეთა ეს პირველი პოზიცია? მეორე პოზიციისთვის რა რეკომენდაცია ექნება აქ? იმოქმედეთ წინ დახედულად, არ აჩქარდეთ, მაგრამ ასევე თქვენ შეგეშინდებართ ერთი სიტყვით, გადაწყვეტთ რამეს შიშის გამო. თამამები იყავით მზად ექსპერიმენტებისთვის, იყავით ღია ახალისთვის, მაგრამ ამავე დროულად, რა თქმა უნდა, არ გამორთოთ თქვენი გონებაც, ხო? რაღაც იპოვოთ ბალანსი გონებასა და რისკის შორის. ესეთი რჩევა არის აქ. ოკეი, კარგი. ნახოთ რა ეტაპზე გადავა. სასიყვარულო, რომანტიული, აქ მამაკაცით ამოვიდა, თასების რაინდი. ეს ასეთი რომანტიული, ასეთი რომანტიული ეტაპი, რომელიც იწყებს თავის, ასე ვთქვათ, რომელიც იწყება უკვე ამ ეტაპზე და გადადის შემდეგზე, ხო? ესეთი რომანტიული, თავგადასავლიანი რომანი, რომელიც პერსპექტიულია, ხო? საინტერესოა, როგორი ეტაპია. ისეთი ეტაპი, სადაც არის სულიერი კავშირი აი ამ ადამიანთან, სადაც არის ემოციური კავშირი ადამიანთან, სადაც არის რაღაც ისეთი ღრმა კავშირი, ინტელექტუალურიც და სულიერიც აი კონკრეტულ ადამიანთან, ვის მიმართაც არის ისეთი ემოციები. საკმაო, როგორ თქვა, აი რაღაც არამიწიერი კავშირივითაა ის ეტაპი, რაც დაიწყება. ეს ასეთი კავშირი არის. და ისევ კვერთხები. ეს რეალურად უკვე დაწყებულია? არა, ჯერ ეს სიტუაციები არ არის დაწყებული, ის იქნება. ეს თვითონ ეს კონკრეტული პიროვნება აქვს, თუ უბრალოდ ზოგადად არა, ენერგიები არის აქ. საინტერესო. ესე იგი აქ ასეთი კარგი, რა უნდა გაითვალისწინოს აქ? მესამე პოზიციამ აი ამ უნდა გაითვალისწინოს. რომ მოусმინოს თქვენ, რომ მოусმინეთ საკუთარ ინტუიციას. აქ მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, ნიშნებს, რაც არის თქვენს ირგვლივ, რასაც გიგზავნით სამყარო, ხო? ეს ამ ეტაპზე არა, ეს უკვე მომავალ ეტაპზე, რასაც ახლო მომავალში გადახვალთ, ხო? და აქ აირჩიეთ სიყვარული, ხო? აირჩიეთ სიყვარული. აირჩიეთ სიყვარული, არ აირჩიოთ იმედგაცრუება, წარსული იმედგაცრუება და ამბები, მოусმინეთ ინტუიციას, ეს დაგეხმარებათ, რომ იპოვოთ თქვენი წყვილი და აირჩიოთ თქვენი ნამდვილი მეწყვილე, იმიტომ რომ აქ ამის დიდი პერსპექტივა არის, რომ გამოჩნდეს ის ადამიანი, ვინც არის თქვენი წყვილი, მაგრამ ამისთვის თქვენს უნდა იყოთ მზად. კარგი, რა რჩევა იქნება აქ? მესამე მეთქი. ეხლა მესამეზე ვარ. ხან პირველზე ვარ, ხან მესამეზე. რჩევა. მეორე პოზიციას აქვს.
რჩევა, რომ აი ეს ეტაპები ისე გამოიყენოს, რომ ისთვის რჩევა აქ არის ის, რომ ძველი ისტორიები, რაც გადაგხდათ თავს, გაცნობიეროთ. ყველა ის ისტორია, რაც გამოიარეთ, გაცნობიერეთ, რომ ისევ არ დაუშვათ იგივე შეცდომები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ყველაფერი, რაც გადაგხდათ თავს კონკრეტულ ადამიანთან თუ კონკრეტულ ადამიანებთან, გავაცნობიეროთ, გავიაზროთ და საბოლოოდ დავხუროთ. და შემდგომში გაცნობიერებულად მოიქცეთ ჩვენ სასიყვარულო სფეროში და ზოგადად ცხოვრებაში, ხო? არ გქონდეს ბრაზი, აი იმ ძველი რაღაცებიდან გადმოყოლილი და არ გადმოვიტანოთ ის ბრაზი, წყენა, ეს ემოციები ახალ ადამიანზე, ან იმ ადამიანზე, ვისთანაც ახლა გვაქვს კომუნიკაცია, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მეორე პოზიცია გაცნობიერებულად მიუდგეს საკუთარ სასიყვარულო სფეროს და საკუთარ ემოციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა არის აქ მეორე პოზიციისთვის. თქვენ არ ახართ მსხვერპლი, არჩევანი არის სულ, მაგრამ ეცადეთ, რომ აი არ ჩარჩეთ იმ ძველ რაღაც ისტორიებში, იმ ბოღმებში და იმ ბრაზში, რაც შეიძლება მაინც დღემდე რაღაცნაირად სადღაც იყოს ჩამალული, გაცნობიერეთ ეს ყველაფერი და აბსოლუტურად ცნობიერად მიუდექით თქვენს სასიყვარულო სფეროს. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, მოусმინეთ თქვენს გულს და გაფილტრეთ, ხო, ეს ემოციები, რასაც გრძნობთ. სინამდვილეში რატომ გრძნობთ ამ ემოციებს? რა არის ეს ემოციები? ხო, ესე ბრმად, ტყუილად არ მიყვეთ ამ ყველაფერს, რომ ისევ გაურკვევლობაში არ გადახვიდეთ, ხო? ასეთი რჩევა არის აქ მეორე პოზიციისთვის, თუ მოგეწონათ ეს გაშლა, ლაიქ, ასევე დატოვეთ კომენტარი და თუ არ გამოგიწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ. რომ არ გამოგრჩეთ ახალი საინტერესო გაშლები. მადლობა მეორე პოზიციას. გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ვისაც აქვს ამის სურვილი. მე ახლა მესამე პოზიციასთან და ვნახავ რა არის იქ. რა არის მესამე პოზიცია. მივესალმები მესამე პოზიციას. მოისმინეთ თქვენი სიგნიფიკაცია ახლა, რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს და თუ რა ემოციები, ენერგიები არის ახლა თქვენ სასიყვარულო სფეროში. თუ რეზონირდა, ესე იგი თქვენი პოზიცია. თუ გრძნობთ, რომ არ რეზონირებს ეს აღწერა, ესე იგი ეს არაა თქვენი პოზიცია და აირჩიეთ სხვა. თუ სხვა პოზიციაშიც იგივეა და არაა თქვენი, მაშინ ეს გაშლა უბრალოდ არაა თქვენთვის. ოკეი, თქვენ ისაუბრებთ ჩემთან, თუ მე ვფიქრობ, რომ დასტას. მინდათ მესამე პოზიციასთან საუბარი, თუ არ. რაღაც შეუძლია თქვან, მაგრამ მე მგონი ამ დასტას ჩავთვალ მესამე პოზიცია. უფრო ეს. კარგი. ნახოთ მესამე პოზიციის სასიყვარულო სფერო სიგნიფიკაცია. keep it chill. რა ხდება? მესამე პოზიცია კოქტეილს სვამს. გრილდება კოქტეილს სვამს რაღაც. კარგი, ნახოთ რა რაკურსშია მესამე პოზიცია აქ. ეს სიგნიფიკაცია პლუსში გვაქვს, თუ პირიქით დისბალანსია და ეგ არის. პლუსში. არა, პლუსში გადასარევად, აი მართლა მესამე პოზიცია რაღაც ძალიან ისეთ ბალანსურ, რელაქსურ ენერგიებშია მის სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით. აი არ ღელავს, თუ არის ვიღაცა მშვენიერი, აქ არის კომუნიკაცია საუბრები, რომც არ იყოს, ამაზეც არ ღელავს დიდად აქ მესამე პოზიცია. მშვენიერი რაღაც რელაქსურ ენერგიებშია მისი სასიყვარულო სფერო, რაც ძალიან უსაუცი ამბავია და მოუწონს. კარგი. ნახოთ, რა სასიყვარულო თავი დახურა უკვე მესამე პოზიცია. რა სასიყვარულო თავზე ახლა ყოფება და რა სასიყვარულო თავზე გადავა ახლოს მომავალში. ეს ალბათ თორე ადგილი დაგჭირდება. რა დახურა? აქ ვიღაც ადამიანთან დაკავშირებით დაიხურა ის ურთიერთობა, რაც არ აწყობდა მესამე პოზიციას. სადაც არ იყო თანასწორობა, თანაბარობა, სადაც არ იყო პარტნიორობა. რა ეტაპი იყო ეს?
ნუ ეს იყო ის ეტაპი, სადაც ინტერესთა სხვაობა იყო, ის ადამიანი სხვა რამეს ეძებდა, თქვენ სხვა რამეს რაღაცნაირად ვერ შეთანხმდით, ასე რომ ვთქვათ. ადამიანთან ვერ მოხერხდა შეთანხმება, იყო დარღვეული გაცემის და მიღების მეთოდები, ან თქვენ უფრო მეტ გაცემდით და ნაკლებს იღებდით, ან კიდევ იმ ადამიანისგან ის მეორე ადამიანი იყო ამაში, ხო? ნუ ერთი სიტყვით, დისბალანსი იყო ურთიერთობაში, არ იყო გაწონასწორებული დამაკმაყოფილებელი ორივე მხარისთვის ურთიერთობა, რამაც ჯამში გამოიწვია ის, რომ ნუ დაიხურა სიტუაცია, ხო? ასე რომ აი ეს არის ისტორია, რაც უკვე აქ მესამე პროცესად დახურა. რა თავზე ვართ ახლა? ეროფანტის. კარგი, ეროფანტის აქ პლუსში ვართ. პლუსში, მინუსში. რაში გამოიხატება აბა ეს სტადია, აბა ვნახოთ. რა არის ეს? ეს ზოგადად მამაკაცების მიმართ თუ კონკრეტული ვიღაც? არა, კონკრეტული ვიღაც. აქ რაღაც ისეთი სტადიაა ახლა, რომ მოკაცრავად. ახლა კონკრეტულად ისეთი სტადიაა, რომ აი მე უკეთ ვიცი რა როგორ არის ურთიერთობაში და მე მოგახვევ შენ ჩემს შეხედულებებს, რომ აი რაღაც თქვენ როგორც მიგაჩნიათ, რაღაც ისე უდგებით, რომ აი მე მინდა ეს და მე რაც მინდა, აი ასე უნდა წარიმართოს ყველაფერი. რაღაც აი ზედმეტად ერთ ხაზოვანად აზროვნება. აი ზედმეტად რომ აი ეს ასია და ეს ასია. მე მასწავლეს რომ აი ასე უნდა იყოს ურთიერთობა და ასე არის ურთიერთობა. რაღაც ასეთი ან მე ჩემი გამოცდილებიდან დავასკვენი რომ ეს ასია და ეს ასია. ისეთი პროფესორები გავხდით ურთიერთობების გურუები ვართ და აი ასე არის და всё, მორჩა გათავდა. არავის არგუმენტი არ მიიღება. მე ვასწავლე ყველაფერს ურთიერთობაში. ვარ ურთიერთობაში თუ არა ვარ, მე ვარ წამყვანი ძალა, აი რაღაც ზედმეტად სტერეოტიპული შეხედულება, ზედმეტი ტრადიციალიზმი, ზედმეტი შეზღუდულობა, ასევე ხო, რაღაც არ არის რეალურად თავისუფლება, მოდუნება, ხო? აი ის რომ ამოვასუნთქოთ ჩვენი თავი და მე კიდე სხვა ადამიანიც, ხო? აი ეს არ არის აქ, არამედ პირიქით საკუთარ თავსაც ვთხოვთ რომ всё ეს ასია და ჩარჩოებში რაღაცნაირად ვაკვეხებთ თავს და შემდეგ იმ პარტნიორია თუ ის ადამიანი ვინც არის სასიყვარულო სფეროში იმასაც და რაღაც ზედმეტად ისეთი შეხედულება ურთიერთობაზე რომ აი მანდამაინც რაღაც ქორწინებამდე უნდა მივიდეს ურთიერთობა რომ იყოს წარმატებული ან მანდამაინც ასე უნდა იყოს რაღაცა ასეთი ენერგიები აქვს აი რაღაცა ასეთი სიტუაცია რაც არის მინუსში ჩემო მეზამე პოზიცია რაც არის მინუსში კარგი, როგორ გადავიყვანოთ ახლა ჩვენ ეს სიტუაცია პლუსში აქ, რომ ზერგებლოთ იყოს მესამე პოზიციისთვის. ნუ იქნებით სხვერპლი. ნუ იქნებით აქ ის, რომ აი ამას ველოდები მე და ეს ასე უნდა იყოს, ხო? ნუ იქნებით ისტერიულები, შფოთვიანები, ზედმეტად ნუ მოახვევთ საკუთარ შეხედულებებს და ამბებს სხვა ადამიანს აქ თქვენ სასიყვარულო სფეროში არამედ პირიქით, მოეშვით. შეეშვით საკუთარ თავს პირველ რიგში. დაანებეთ საკუთარ თავს თავი. ნუ შეჭამეთ საკუთარი თავი შიშებით, შფოთვებით, აი ის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის, როგორ შემომხედავენ, ხო? აქ სწორედ ეგეც არის, რომ ჭარბი ფიქრი იმაზე თუ როგორ მიყურებენ სხვები, ან რა სიტყვიან სხვები, ან რაღაც ზედმეტი კრიტიკა საკუთარი თავის მიმართ, ან ზედმეტი კრიტიკულობა პარტნიორის მიმართ, აი ეს ყველაფერი არის აქ. აქ ასევე არის ის ასპექტით თუ როგორ აღვიზარდეთ ჩვენ, ხო? რაღაც ტრადიციალიზმი, რა ტრადიციებში აღვზარდეთ მშობლებმა და ეს ყველაფერი ახლა აჩენს მის თავს. ეს ყველაფერი დიდად არ გეხმარებათ მესამე პოზიციას, რადგან ეს ენერგია და სიტუაცია აქ გაქვთ მინუსში. ამიტომ რომ გადავიყვანოთ ეს სიტუაცია პლუსში და ისე რომ დაგეხმაროთ, ეს ეტაპი და სასარგებლო იყოს თქვენთვის, აქ რჩება, რომ გამოხვიდეთ ამ ენერგიებიდან. გაიხსნათ შინაგანად. მოусმინოთ საკუთარ გულს. რეალურად მე რა მინდა. ის კი არა რომ ვინ რა სიტყვის და როგორ მასწავლეს და როგორ უნდა იყოს, არამედ მე მართლა სინამდვილეში რა მინდა. აი შიშების მიღმა გაიხედეთ. შიშების იქეთ გაიხედეთ, ხო? აი შიშების იქეთ რაც არის, ის არის ნამდვილი თქვენი სურვილი, ხო? ის ახართ ნამდვილი თქვენ და შიშები არის შიშები, ხოლოდ.
კარგი, ესე იგი აქ საჭირო აქედან აუცილებლად გამოდით ამ ყველაფრიდან. შეეშვით, ხო? მოკვეთეთ საბოლოოდ ეს თქვენი ზედმეტი ფიქრები, ზედმეტი რაღაცეები, მოკვეთეთ. დაასვენეთ საკუთარი თავი და სხვებიც, რომ რაღაც უფრო ამოისუნთქოთ თქვენს და თქვენს სასიყვარულო სფერომაც. და შემდეგ ბუნებრივია დაგილაგდებათ ბევრი რამ. რა ეტაპზე გადავა? ცხრიანი პენტაკლი. აქ რა ეტაპი გვაქვს? აქ არის ბევრი ისეთი სასიამოვნო სიტუაცია, სადაც გრძნობ თავს ყურადღების ცენტრში, სადაც ფლირტავ, სადაც მე ვიღაცებს ვხვდები, ვიღაცები მწერენ, გრძნობ თავს ყურადღების ცენტრში, ასე რომ ვთქვათ. გრძნობ თავს, აი მე ვარ ის დედოფალი, რომელსაც იქ პატიჟებენ, აქ პატიჟებენ და მე ძალიან ისეთი აქტუალური ვარ, ასე რომ ვთქვათ. ხო, რაღაც ასეთი ეტაპი არის ეს. აი რა უნდა გაითვალისწინოს აი ამ სამომავლო ეტაპთან დაკავშირებით. რომ მიიღოთ შანსები, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკულები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაკლები კრიტიკა, ნაკლები კრიტიკა, ნაკლები სიჟმოტე ემოციებში, ნაკლები ის სიჯუტე, რომ აი მე ეს მინდა და მე ასე მინდა მხოლოდ. იყავით უფრო მეტად მოქნილები. უფრო მეტად ღია, უფრო მეტად ლაღი, უფრო მეტად იუმორული, ხო, რაღაც, არ ვიცი, რამდენად სწორად თქვი ახლა ქართულად, მაგრამ ისეთი მომენტში იხუმრეთ ხოლმე, ხო? ანუ არ არის საჭირო სულ რაღაც ჩამოგტიროდეთ სახე და სულ პესიმიზმში იყოთ. არამედ გალაღდით, ხო? გაიხალისეთ თავი, შეიცვალეთ იმიჯი, შემოიტანეთ რაღაც სიახლე საკუთარ თავში, უფრო მეტად გაიხსენით სამყაროს. აქ ძალიან პესიმისტურ, კრიტიკულ ენერგიებშია მეორე მეთქი, მესამე პოზიცია, ხო? ნანახი გაქვთ კომფორტული ზონა, სადაც თქვენ სვამთ კოქტეილს და რეალურად ეს არ არის კომფორტი, ეს არის ისეთი პოზა რა, სტრაუსის, რომ აი ეს უფრო სტაბილურია, უფრო უსაფრთხო და მოდი ვიქნები ასე, ხო? არა, აქ მესამე პოზიციას სამყარო სთხოვს, რას მის სასიყვარულო სფერო. ეს ძალიან სახალისო, ნახეთ, მე-14 არკანი არის ეს, ხო? Temperance და ესეც მე-14 არკანი, უბრალოდ ხვადასტიდან. სამყარო გთხოვთ, რომ განვითარდეთ შინაგანად. იქნება ეს ფსიქოლოგია, ეზოთერია, რაც გინდათ, ხო? რაც გეხმარებათ თვით განვითარებაში, ნებისმიერ ტექნიკა, მაგრამ რომელიც მართლა განვითარებთ. აქ არის ასევე საკუთარი თავის შესწავლა, ირგვლივ სამყაროს შესწავლა, მოგზაურობა, ემოციური ინტელექტის გაღრმავება, ინტუიციას გაღრმავება, განვითარება, დაკავშირება ზებუნებრივ ძალებთან, სიმშვიდე, რელაქსი, აუჩქარებლობა, არჩევნის გაკეთება, აი ეს ყველაფერი, მოსმენა საკუთარ თავზე, ადამიანებზე მოსმენა, ხო? არა ეგოცენტრულობა. აი ეს ყველაფერი არის აქ. სამყარო ითხოვს ამას. ასევე უფრო მეტად მოქნილობას, ადაპტირებას, პოზიტივს, სიმშვიდეს. რომ აი ამ ენერგიებში იყოს მის სასიყვარულო, ხო? და რომ გამოხვიდეთ თქვენი კომფორტული ზონიდან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეს მესამე პოზიცია მისი კომფორტული ზონიდან სასიყვარულო სფეროში. კერძოდ თქვენი შიშებიდან, მიჯაჭვულობებიდან, ტოქსიკურ დამოკიდებულებებიდან თქვენს სასიყვარულო სფეროში, რაც არის აქ ძალიან მკვეთრად გამოხატული. რასაც თქვენ ცდილობთ, რომ ჩაჭკმალოთ, ჩამალოთ. საკუთარ თავსაც კი არ უღიაროთ, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ეს მაინც ვერ დაიმალება, იმიტომ რომ ტარო ყველაფერს ხედავს. ასე რომ მაინც ამოდის და მაინც გვიწევს ამის ნახვა. ჯობია ახლა, ვიდრე მე. ასე რომ ასეთი სიტუაციები არის აქ მესამე პოზიციასთან, რჩება მესამე პოზიციას, რა დაგეხმარებათ და როგორ რა გავაკეთოთ, ხო, რომ პოზიტიურად იყოს ყველაფერი ჩვენთვის. გაჩი. არ გინდათ ზედმეტი ქედმაღლობა. კი, იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში, რა თქმა უნდა, მაგრამ იმაში ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ აი მე ეს ასე ვხედავ, ასე ვიცი და ეს ასეა, ხო? არა, არამედ გახსენით თქვენი გონება, ხო? იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში, რა თქმა უნდა, თვით შეფასება გქონდეთ ჯანსაღი, სტაბილური, მაგრამ ჯანსაღი და ობიექტური. ხო? და ასევე გახსენით თქვენი გონება. ნუ გექნებათ ჩახშული, დახურული გონება, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ.
უფრო მეტი მოქნილობა, უფრო მეტი განვითარება, სულიერი და ასევე მენტალურით. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი და იპოვოთ ბალანსი ამორის შორის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი აქვს. ასე რომ მიაწეკით პირად განვითარებას. მესმის რომ არავის არ გვინდა ეს და ყველას გვეზარება და გვირჩევნია ასე ტარო გაშლას მოვუსმინოთ, სადაც ვნახავთ რომ აჰა, მოდის ვიღაცა აგერა დამიკაკუნებს კარზე და всё, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება. თუ ჩვენ არ დავიწყეთ ჩვენი თავის განვითარება, არაფერი მსგავსი არ მოხდება, იმიტომ რომ ენერგიები დარჩება იგივე და ვერ მოვიზიდავთ იმ ენერგიებს, რასაც ველოდებით, ხო? ჩვენც უნდა გადავდგათ რაღაც, უნდა ვიშრომოთ, უნდა ვიმუშაოთ. საკუთარ თავის განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში მანძილზე ხდება, ასე რომ რა თქმა უნდა ეს არ არის იოლი, მაგრამ ეს შესაძლებელია. ასე რომ წარმატებებს ვუსურებ ყველას, თუ მოგეწონა ეს გაშლა ლაიქ, დატოვა კომენტარი და თუ არ გამოგიწერეთ ჩემი გვერდი, აუცილებლად გამოიწერე. გვერდი რა არხი. ასევე ვისაც სურვილი აქვს, ველოდები ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. ხო? წარმატებებს გისურვებთ ყველას და დროებით.